დავიწყეთ. მეუღლეს მართლა ეუბნეოდით, რომ თქვენი მთავარი სიყვარული სხვა იყო? პირველ ხარ სხვის დასავიწყებლად გაყევით ხოლმე? გამოხატავდით ამ ეჭვიანობას? შეურაცხყოფა მომაყენა რაღაც არანორმალური, ეპაზორებოდა. და აი მაშინ თქვი რომ არა, მე არ გამიშორებია ისინი. მე სახლში არ ვიყავი მისული, რომ მამა ჩემს უკვე დაურეკეს. ვიცი რომ მანამდე სახლიდანაც გააგდეთ. წადიშინე და მორჩა. უსამართლოდ მოგექცნენ თუ მაეშვილის თიანს. მსახიობებს არ შეუძლიათ მეგობრობა. არა ვინ არ მომატყუოს ეგ. ნინელი ჭანკვეტაძეს ხوارგულს. პირადი ანტიპატიის გამო თუ გაგიშვიათ ვინმე თეატრიდან? არა. დაფიქრდით. აპაპაპაპ, არავითარ შემთხვევაში. ხვდებით ვისაც გულისხმობ, გია როინიშვილს. მაშინ როგორ ღებულობდა ამ ხელფას? როლიდან თუ მოგიხსნიათ. ეხა არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი რა. თქვენი კუკარაჩა, ყველას უნდა ქონდეს ნანახი. ცუდ სიტყვას ვიხმარ ეხლა, ოღონ არ ამოჭრათ. მამის ჩრდილი გაკომპლექსებდათ? არა, არასდროს. არ ქონიათ ის მომენტი, რომ დიდი რეჟისორი იყო და თქვენ იგივე უნდა გაგეკეთებინათ? კომპლექსი კი არ მქონდა, ამით ყოველთვის ძალიან ვამაყობდი და მამამ ისე გავგზარდა, რომ მე და ჩემი ძმები, რომ ჩვენ ეს კომპლექსი არ გაგვჩენია არასდროს. დედისგან მყავს ერთი ძმა, მამისგან მეორე ძმა და მე ვარ საერთო, თამარ ბირკაძის და სიკო დოლიძის ქალიშვილი და ჩვენ გავიზარდეთ რაღაც ძალიან ისე თბილ და ტკბილ და მამას ჩვენთვის არასდროს ხმარა უწევია, არასდროს. არ ქონიათ წყენა, რომელიც დღემდე გახსოვთ მამისგან? არა, არასდროს, არც მე და არც ჩემ ძმებს. არასდროს არ მოუმართავს აი სრული სახელით ესე ქეთუნია, თემურიკო, მაგრამ დიდ თემური ცოტა მოხულიგნო იყო და თუ ძალიან გააბრაზებდა თემური, მაშინ ეტყოდა სახას ისე. თქვენ არასოდეს არ გაგუბრაზებიათ? არა, მე არა. ნამდვილად. არ იყო ის აკრძალვების მომენტი, რომ ღამე გვიან? არა, არასდროს არ ყოფილა ეგეთი რამე. ჩვენ მაშინ იყო ძალიან სასაცილო ესეთი პირობებში ვცხოვრობდით, რატომღაც დაბადების დღეებს იხდიდნენ, რადგან მშობლების დაკავებულები იყვნენ, ესეთი მოდა იყო მაშინ რა, ღამის თევით ვიხდიდით დაბადების დღეებს. სახლებში, ბუნებრივად. სახლებში, მხოლოდ სახლებში, არა მაშინ სად იყო ხა რესტორანში ვინ იხდიდა დაბადების დღეს. ხო და სახლში იყო ეს საათის 7-ზე, 8-ზე, 9-ზე მოდიოდნენ ჩვენი სტუმრები, ბავშვები და დილამდე, ესე იგი იყო დიდი გრიალი. ერთხელ მახსოვს ძალიან გულისამაჩუყებელი ეპიზოდი, ფეხსაცმელი არ მქონდა ახალი, მინდოდა ძალიან ახალი და რაღაცა მამამ ვერ მოახერხა, ხო? ხო და ეგრე არ არის ჩვენი მშობლები, ხელფასთან ხელფასამდე ცხოვრობდნენ. მამი და ჩემი აფრიშვილის ფაბრიკაში მუშაობდა კბილის ექიმად და წაიღო იქ ერთი მეწაღე იყო და იმას შეაღებინა ჩემი ძველი ფეხსაცმელი შავად. მე გადაძვრა ეს და მახსოვს მოვედი სახლში, სადღაც ვიყავი გასული და საღამოს უნდა მოვიდნენ ახლა სტუმრები და ჩემი უფროსი ძმა თემურ დოლიძე იდგა, ეჭირა ჩემი ფეხსაცმელი და ღებავდა ტუშით, შავი ტუშით. და ამეტირა, იმიტომ რომ ისეთი თბილი მოგონება, აი ერთ-ერთი ყველაზე თბილი მოგონება ჩემ ცხოვრებაში. რომ არ ყოფილიყო სიკო დოლიძე, იქნებოდი წარმატებული რეჟისორი. მე რეჟისურა იმიტომ ავარჩიე, რომ სიკო დოლიძე იყო ჩემი მამა და ჩვენ გავიზარდეთ ესე, ძალიან უნდოდა მამას, რომ აი ესე როგორმე ავეცდინე ამ პროფესიისგან. ამიტომ ბიჭებმაც კი და მეუბნებოდა ქალისთვის ეს პროფესია ისა რთულია, ძალიან რთულია. რად გინდა მამიკო ახლა შენ ეს ისა მსახიობობა, რეჟისორობა და ხო და მე რო გავჯიქდი, მითხრა რომ მაშინო ერთი პირობითო. ჯერ მიიღე ფუნდამენტური განათლება ფილოლოგიური. აი მხოლოდ მერე 16 წლის ასაკში, სწორიც არის 16 წლის ასაკში არ შეიძლება არავითარი რეჟისურა და ასე შემდეგ. და მამასი მე ბევრჯერ მithქვამს ეს აი უღრმესი მადლობა დღესაც მამა ჩემს, რომ მე ეს 5 წელი მაჩოქა უნივერსიტეტის აი ნამდვილი
64 აკადემია რა გითხრათ, კითხვა რატო დაგისვით? მამა რო წარმატებული რეჟისორი იყო, ის დაგეხმარათ თუ რაღაცეებში უკან? არა, თავისთავად დამეხმარა, რა თქმა უნდა, სიკოშვილი ვიყავი, მაგრამ როდესაც მამამ კაცი ადამიანზე დაიწყო მუშაობა, მაშინ მითხრა, რომ ქეთი, მე ამას მარტო არ გადავიღებ. შენ უნდა ჩემთან ერთად გადაიღო. მე ამ დროს უკვე ვიყავი თუმანიშვილის თეატრში, 74-ში გავიხსენით და 79-ში გადავიღეთ მე და მამამ კაცი ადამიანი. კუკარაჩას დროს მამას სახელი რა თქმა უნდა მხოლოდ სიმბოლურად არის ტიტრებში ჩაწერილი. ამაზე მინდოდა მე ვერა ყველა საუბრობდა იმაზე, რომ კუკარაჩა რეალურად სიკოდოლიძის გადაღებულია და ქეთი დოლიძის სახელია მიწა. მამა ჩემი არც ერთ გადაღების დღეს არ დასწრებია. მამა მოსამზადებელი პერიოდის მერე ჩაწვა. პირველი გადაღების დღეს ჯერ მივედით მე ზაზა კოლელიშვილი და ლევან უჩანეშვილი მივედით ლოგინათ იყო მაშინ მივედით ნოდარ დუმბაძესთან დაგვლოცა იმან შამპანური მივიდა იქედან მივედით მამასთან ისიც ავად იყო და იწვა არც ერთი გადაღების დღე მამას არ უნახავს კუკარაჩასი მამამ და ბატონმა ნოდარმა ნახეს ბოლოს შეკრული მასალა უგუნთ შავი ეს იყო და ეს ეს ბოროტიჭონები იყო იმ რა თქმა უნდა არა მამა ავად იყო და 83 წელს კიდეც გარდაიცვალა კუკარაჩა ბოლომდე თქვენი გადაღებული ბოლო ვარიანტი მამას უკვე დახვეწილი უკვე საათ და 40 წუთიანი მამას არ უნახავს და ბატონმა ნოდარმა ჩემთვის საბედნიეროდ თქვა და დაწერა კიდეც მე ერთ-ერთ ინტერვიუში რომ უკაცრავად ყველასთან რა თქმა უნდა ბოდიშს ვიხდი თქვა რომ მე მაქვს შენახული ეს სტატია ლიტერატურნა გაზეტაში ეწერა ეკითხებიან და ამბობს რომ მე ყველა რეჟისორს ყველაფერი ეკრანიზებულია რაც დაწერა ნოდარმა მე ყველას დიდ მადლობას ვეუბნები და მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე რომელი ეკრანიზაცია ნოდარ დუმბაძე ეს არის ლეილა გორდელაძის ძაღლი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ქეთი დოლიძის კუკარაჩა ამაზე მეტი რა უნდა იყოს ბუნებრივია არაჩვეულებრივი კომპლიმენტი ეს ჭორები მორები ახლა მამა არ ყოფილა არც ერთ გადაღება ვისაც რა ბოროტ ხალხის მეც რა გამოლევს ბევრი მყავდათ იმ პერიოდში მე არასდროს არ ვკითხულობ ვინ გავრცელა ჭორი ბოროტება არის თანდაყოლილი თვისება თუმცა გაბოროტებული ადამიანებიც მინახავს არა შენ თუ არ აქვს ამის უნარი აი შიგნიდან თუ არ დაიბადე ამ მზაობით რომ ბოროტება ჩაიდინო გამორიცხულია რომ შენ მერე გაბრაზდე ვიღაცას და ჩაიდინო შური არის ის მამოძრავებელი ძალა რომელიც ძალიან ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს ადამიანს შური კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ვინ ვისი არ შურს საერთოდ თუ შეგშურებიათ ვინმეს ხარ რეჟისორი ქალის არასდროს ყოველთვის ყოფილ ვარ აი აღფრთოვანებული მაგრამ არასდროს არ მქონია შური, იმიტომ რომ მე არა ვარ ის ადამიანი და ეხლა რა ვქნათ რომ მე ეგეთი გავჭდი, ეგრე გავიზარდე და ის ეხლა ნუ როგორ შეიძლება ეხლა მე შემშურდეს ქალებს დავანებოთ რა თავი ფელი. ბატო ლამაზი ქალი რომ ბევრი ხო ამბობს რომ ლამაზი ქალი შემშურებია წარმატებული რეჟისორის მე არ მშურს. იმიტომ რომ მე ჩემ პროფესიაში ვფიქრობ რომ არა ვარ უკანასკნელი. აი მე ასე მგონია უკაცრავად ამ პარტავნობისთვის. შურზე გასაგებია და კონკურენტად ვის აღიქვათ საქართველოში რეჟისორებს როგორ? არავის არ აღვიქვავ. არავის, ყველა თავის საქმეს აკეთებს. არასდროს. ყველა თავის საქმეს აკეთებს. ნუ რატო უნდა აღვიქვა ხა? კონკურენტი რა არის ახლა კონკურენტი? ჯანსაღი კონკურენცია არ არის. არა. ბატონი გიგა ხუმრობდა ლორდ კიფანიძე რომ სოფლიოში სულ 5 ქალი რეჟისორი და აქედან 12 საქართველოზე მოდისო. ეს სასიამოვნო ფაქტია. ძალიან. ამიტომ როგორ შეიძლება ახლა ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა ხელწერის ადამიანები ვართ. ლანა ჩემგან განსხვავდება მე ნანა ჯორჯაძისგან ნანა მჭედლიძისგან სულ სხვადასხვა კინემატოგრაფის სულ სხვადასხვა ფუნჯი გვიჭირავს ხელში და რატო უნდა შემშორდეს თანამედროვეობის საუკეთესო რეჟისორების სამეულში უნდა იყოთ საერთოდ ვერ ვიტან 10-ეული 5-ეული 3-ეული ამიტომ არ გიპასუხებთ არ შეიძლება ვიღაცისთვის ეს არის ვიღაცისთვის ის არის როგორ შეიძლება ხა ჩემი თავი რაღაც 3-ეულში და 10-ეულში შევიყვანო კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ ხოლმე? არანაირად.
არ გაქვთ რეაქცია? არავითარი. თუნდაც რომ გაუკრიტიკებიათ თქვენი დადგმული სპექტაკლი ან ფილმის შესახებ. სხვათა შორის აი უნდა მოგახსენოთ, რომ მე უარყოფითი რეცენზია არა მაქვს ჩემს სპექტაკლებზე. არა მაქვს, აი არ არის დაწერილი ეგეთი. ერთი თეატრცოდნეა, ის უფრო თეატრცოდნეა, ვიდრე კინომცოდნეა და მე და მარინა ჯანაშიამ რო ორი ფილმი ზედიზედ გადავიღეთ, იმან დაწერა ძალიან აი როგორ გითხრათ რა, ცუდი კი ვერ დაწერა და კი ვერ მომინახა ეს ბოროტი რაღაც, რომ აი ეს ვითომ რო ახალგაზრდას თამაშობს მარინა ჯანაშია და ვითომ ახალგაზრდას და ეს ბოროტი. ხო, ეს კრიტიკა არ არის. არ არის ეს კრიტიკა და მე მივწერე რომ მეუთხარი მეწოდები, იმიტომ რომ აი ეს რეცენზია არანაირად არ იქნება საჯარო ბიბლიოთეკაში დადებითი რეცენზიების კი არა და ჭკვიანური რეცენზიების იმას შენახული. აი არ შეიძლება ამ დროს იყო ბოროტი და ეს არის სიბოროტით დაწერილი. ოღონდ გავაკრიტიკო, ეს ხო იცით როგორ არის. ვერც გააკრიტიკა, მაგრამ აი ეხლა რომ დავწერო კარგი, ჩემზე არ იფიქრებენ, რომ სერიოზული კრიტიკოსი ვარ. ჩვენ გვყავს ეგეთი კრიტიკოსები. კოლეგა თუ გყავთ, რომელსაც არ ელაპარაკებთ? არა. დაფიქრდით? არა. არა მყავს. სახიობი კოლეგა? კი. ბევრია ესეთი? კი, ბევრი არა. თქვენ ვისაც გულისხმობთ არა, იმას ველაპარაკებ. ნინელი ჭანკვეტაძეს ხო არ გულისხმობთ? ხო, იმას ველაპარაკები კიდეც და გამარჯვებასაც ვეთქვი ყოველთვის და ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. არა. ის იმას თქვენ გადადგეთ შერიგების პირველი ნაბიჯი? არა, იცით რა, ეხლა მე აღზრდილი ადამიანი ვარ და ისიც და ეხლა ის კი არ ყოფილა რომ ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, გამარჯვებას არ გეტყვი. ეგეთი რამე არ ყოფილა ჩვენ შორის. ნუ, მოხდა და მოხდა. ეთყობა იმან ჩათვალა რომ ამოიწურა ჩვენი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, რაღაც სხვა მოუნდა და ნუ მე ახლა ყოველ შემთხვევაში მე და ნინელი ერთმანეთს ვაჩუქეთ ერთად ურთიერთობის და მუშაობის 14 წელი. მე ძალიან ვამაყობ აი ამ ფილმებზე ხო აღარ ვლაპარაკობ. მე ვთვლი რომ აი მარტოხელა მონადირეში მარტო კუკარაჩა არა, მარტოხელა მონადირეში ნინელი არის არაჩვეულებრივი და დუეტი აი ნინელის და ზურაყიფშიძის მე ვთვლი რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართულ კინოში. აი ისა ნინელი რომ მოდის და ეხვეწება რომ ერთ კადრად გადავიღეთ ეს დაბრუნდიო, მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი პატარა შედევრი ქართულ კინოში. და თეატრში ყველაზე ესეთი თავარი როლი რომ აი ნინელისთვის დადგმული სპექტაკლები მხოლოდ ჩემი გაკეთებულია. არის ერთი მსახიობი, რომელიც დარბოდა თეატრში, ახლა პირველად ვეტყვი და ხო იცით ახლა კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს არ დავასახელებ. ის არჩერთ ჩემს სპექტაკლში არ ყოფილა დაკავებული. ნუ ხო არის ვიღაცასთან მუშაობს რეჟისორი, ვიღაცასთან არა. ყველა მსახიობს ყავს თავისი გუნდი. ახლა არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი რა. თავის ფავორიტები. ხო, თავის ფავორიტები თუ ისა, დაწყებული რობიკო, თემური და ყველა. ხო და ის დარბოდა და იძახო და ძლივს დამთავრდა თუმანიშვილის თეატრში კეთიდოლიძე. ახლა ამას რო ხალი იკადრებს, ხო? ახლა იმას რა უნდა ელაპარაკო? ის არავინ არ არის. ის ჩემთვის არავინ არ არის. ის ვერასდროს ვერ იქნება. ვერც ახლა რეჟისორას ცდილობს, ვერც დიდი რეჟისორი, კარგი მსახიობია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ცოტათი უფრო კეთილი იყოს. უსამართლოდ მოგექცნენ თუმანიშვილის თეატრის მსახიობები? რა თქმა უნდა. მაგრამ იცით რა, კი რა, იმიტომ რომ ბატონ მიშა ხშირად მელაპარაკებოდა რუსულად. მე მეუბნებოდა რომ დაიმახსოვრეთ რუსულად და სამი სქესი არსებობს, მამაკაცი, ქალი და მსახიობი. ამიტომ მსახიობებზე ნუ გექნებათ რეაქცია. მაგრამ თქვენ არ გქონდათ რეაქცია? ნუ გაიხდით ახლო მეგობრად, იმიტომ რომ მსახიობებს არ შეუძლიათ მეგობრობა. აი ეს მათი პროფესია არაძლევთ მათ საშუალებას, რომ კი, როგორ არ შეუძლია, ოღონდ სკოლის მეგობართან მსახიობის არავინ არ მომატყუოს ეგ. არც ერთმა მსახიობ. ანუ მსახიობებს შორის ნამდვილი მეგობარი არ გყავთ. მსახიობებს შორის როგორ არა? ნანი ჩიქვინიძე, მარინა ჯანაშია, დათო კვირცხალია, მანანა გამცემლიძე, პაატა ბარათაშვილი. თუმანიშვილის თეატრში? გასაგებია პასუხი. აპატიეთ ამ გუნდს, ვინც თქვენ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა. მე მღვდლის შვილი ვარ, ბაბუაჩემ იყო მღვდელი. სანამ 22 წელში რო შემოვიდნენ წითლები, ბაბუაჩემს არ ჩამოახიეს ანაფორა, არ დააგლიჯეს წვერები და ბაბუაჩემმა თქვა, რომ
ეკლესიაში საცა ბოლშევიკები შევიდნენ, იქ მე არ დამედგომებაო. ამის მიუხედავად, რომ ბაბუა ყავდათ სასულიერო პირი, ჩუმად მოინათლეთ. რატომ? მაშინ ვინ ინათლებოდა პირდაპირ გაგაგზავნიდნენ სადაც საჭიროა. მომნათლა მე-7 კლასში ჩემმა მეგობარმა მედიკო კიღურაძემ. მე ვთხარი როდემდე უნდა ვიყო ესე, მეთქი რა არის ბოლოს და წავედით სიონში. მომნათლა მედიკომ და ეს ღდელი გვეუბნება რომ მეო ქეთევანა გენაცვალეო მეო შენი მეზობელი ვარო აგერო ფალიაშვილზე ვცხოვრობდა შენ არ გეშინია მამა შენს რო უსიამოვნება შეხვდესო შენ აქ მე ვთქვი ისი მეშინია ბაბუა მყავს ღდელი თქო და მყდელი მყავდა თქო და ნუ მოვინათლე მე სახლში არ ვიყავი მისული რომ მამა ჩემს უკვე დაურეკეს კავშირში და უთხრეს რომ რას გავს ეს ბატონო სიკოო თქვენიო ქალიშვილიო აგერო სიონში რას მეუბნებითო მამამ თქვა ოჩახ ქეთევანო მოვიდა საღამოს და ბაბუა ჩემთან შევიდა ოთახში და უთხრა ბესარიონო მე და შენ რაც ვერ შევძელით ქეთევანამ თვითონ გააკეთაო სახში რომ მოდიოდა გურული აქცენტი ქონდა ყოველთვის დედასთან ბოლო საუბარი თუ გახსოვთ არა დედასთან მახსოვს ის რომ მე და თემური ცალკე ოთახში იწვა სასტუმრო ოთახში დედა და რაღაცა ცუდი სიტყვა ვთქვი ისე რომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა და არც მახსოვს ეს სიტყვა და არ მაპატია მომაკვდავმა დედამ და 2 დღე არ მელაპარაკებოდა და მე მითხრეს რომ დედიკოსთან შედიო და მახსოვს გავბედე და ხელზე ვაკოცე და მე ჩამიხუტა და ეს ერთად დიდხანს ვტიროდი 6 წლის იყავით როცა 5 წლის და 5 წლის ნახევარი ანუ არ გახსოვთ გამოკვეთილად საუბარი მახსოვს როგორ მაჭმევდა აი მუხლებზე რო ვეჯექი და ისე თეთრ ხორცს მიწიწკნი და ისე კარგად მახსოვს მე მახსოვს მაგრამ კარგად ესე მკაფიოდ როგორ გითხრა არა მე უკვე რამოდენიმეჯერ სიზმარში რომ მეწვია იქედან უფრო მახსოვს დედა როგორ დაგესიზმრათ ყოველთვის როცა მესიზმრება რაღაცაზე ეთყობა მაფრთხილებს აი და ყოველთვის ფრთხილად ვარ ხოლმე ის რაღაც სიზმარი აქ ხდენიათ როდესმე სამწუხაროდ კი რას უკავშირდება იცით რა მაპატიეთ რომ ეს ხა რაღაცა ბნელეთია ნუ ვიცი რომ ეს სიზმარი არ არის ასე ვთქვათ ღვთისნიერი და რაღაცა მაგრამ 40 დღით ადრე მე დამესიზმა ის რომ მამა აღარ იქნებოდა ლენინგრადში ვართ მაშინ ლენინგრადი იყო გავიღვიძე და მე და ნინელი ვიყავით ფესტივალზე კუკარაჩა მიიღო საუკეთესო იმ დღეს მიიღო სწორედ კუკარაჩამ საუკეთესო ეკრანიზაციისთვის პირველი პრემია და ღამე მესიზმრება რაღაც ცუდი სიზმარი არ შემიძლია ხა მოუყვე და დილას გავიღვიძე და მე ვთხარი ნინელი 40 დღეში მეთქი მამა ჩემს ნინელი მითხრა კაჭერტი ნუ იცი შენ ეს დაანებიან შენ სიზმრებს თავი და 40 დღეში გარდაიცვალა მამა თუმცა მაშინ არ იყო ისე ცუდად რომ დედინაცვალმა დედა შეგიცვალათ არა უიმე არა რა თქმა უნდა არა ჩვენ ჯერ ესერთი ვიყავით აბსოლუტურად ზრდასრულები როდესაც მეგი ასე ვთქვა ჩვენ მოვიყვანეთ ჩვენთან სახლში მამას უკვე დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა და ნუ ვთქვით რომ არ შეიძლება ესე ნუ მამა განიცდის ისა ესა და არა ჩვენ მოვიყვანეთ მე და ბიჭებმა არა ჩვენ ხა მე 16 წელს ვიყავით თითქმის 17-ის უკვე ანუ მამის მიმართ წენა არ ქონიათ რომ სხვა ხალი არა ნუ ეხა ბავშვობაში ძალიან განვიცდიდი იმიტომ რომ ეხა მაშინ მე არ მქონდა იმის შეგრძნება რომ ეხა მამას არ შეუულია მარტო იყოს ბოლოს და ბოლოს მამა რო დაქვრივდა იყო 54 წლის ახალგაზრდა კაცი იყო სულ რაღაცა ხო ჭირდებოდა ვიღაც გვერდზე და ნუ ამას განვიცდიდი ძალიან ვეჭვიანობდი პატარა რო ვიყავი და გამოხატავდით ამ ეჭვიანობას კი როგორ გამოხატავდით არა უხმოდ მაგრამ ან ვტიროდი ან რაღაცა პირადი სიმპათიის გამო ნაკლებად ნიჭიერი მსახიობი დაგისაქმებიათ კი დამისაქმები გინანიათ ეს მომენტი არასოდეს იმიტომ რომ მე ვიცი როგორ ვიმუშაო მსახიობთან აი ყველაზე მთავარი რაც მასწავლა მე მამამ და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ლომის წილი ამაში თუმანიშვილს მიუძღვის მე უკან ვდგები ცოტათი იმიტომ რომ მე ბავშვობიდან მაქვს ეს შეგრძნება რომ ფელინიზე უკეთესად მე ვერ გავაკეთებ ის არის ჩემი ასე ვთქვათ მეტრი ხო და ამიტომ არასოდეს არ მიცდია ალბათ არც ამდენი ნიჭი არ მქონდა რომ აი რაღაც გარკვეული ისეთი ხელწერა მქონდა და აი გამორჩეული როგორიც ვთქვათ
ოთარ იოსელიანს, ხო და ამიტომ არ მეტიჩრობდი აი ამ და ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი ფილმები ყოფილიყო სადა, აი ყოველგვარი იმის გარეშე, მთავარი აქცენტი გადამეტანა მსახიობებზე და მონტაჟზე. ახლა შევაბრუნებ კითხვას. პირადი ანტიპატიის გამო თუ გაგიშვია თვინმე თეატრიდან? არ გამიშვია. ხვდებით ვისაც გულისხმობ? არა, არ გამიშვია და გია როინიშვილს. გია როინიშვილი თვითონ წავიდა, რას მელაპარაკებით თქვენ? გია როგორც კი წავიდა პოლიტიკაში, 4 წელი ვემუდარებოდით, რომ სპექტაკლები ეთამაშა. არ თამაშობდა. არც ერთი სპექტაკლი არ უთამაშია 4 წლის განმავლობაში. რამაზ იოსელიანს გარდაეცვალა ძმა. და ჩვენ დანიშნული და გაყიდული იყო უკვე ყველა ბილეთი სპექტაკლზე ბაკულას ღორები. ბაკულას ღორებზე ვარი თქვა, არ ვითამაშებო და მე დაურეკე და ვთხოვე რომ გემუდარები მეუთხარი ეს ერთი სპექტაკლი ითამაშე. ცუდ სიტყვას ვიხმარ ახლა, ოღონ არ ამოჭრათ. რუსულ სლენგს ვიხმარ, ეპაზორებოდა. ესე იგი როგორ ახლა პარლამენტარი მარტო ამით შემიძლია ახსნა. ჯერ ეს ერთი ვინ გიცნობდა გია როინიშვილს თუ არა შენი მსახიობობის გამო და კარგი მსახიობია ძალიან. მე მიმადლოდეს რომ დრამატული პირველი როლი მხოლოდ და მხოლოდ მე ვანდე და ვათამაშე სერობაში. ბატონმა მიშა მითხრა პირველად როცა გავანაწილე ბატონ მიშა ჯერ ცოცხალი იყო და უკვე მერე დავდგი როცა აღარ იყო ბატონ მიშა პრემიერა იყო მერე. მე როგორ გია არის კარგიო სახასიათო მსახიობი. მე ვთხარი მე თქვენ დაგიმტკიცებთ რომ გია როინიშვილი არის კარგი დრამატული არტისტი. და დაუმტკიცე. და ავიყვანე პეტრეზე. დია ყველას დაუმტკიცე. არაჩვეულებრივად ითამაშა. პირველი რაც მითხრა რომ სერობაში შეიყვანე ვინმეო მე აღარ ვიქნებიო. მე ვთხარი გია რატო ეს არის საკრალური სპექტაკლი, ეს არის უწმინდესის ასე ვთქვათ დალოცვილი სპექტაკლი, ეს არის ჩვენ ხო არ ვთამაშობთ ამას ყოველ სარეპერტუაროდ ყოველ შაბათ-კვირას არა? ნუ წელიწადში რამოდენიმეჯერ აი დიდი დღესასწაულების პირადი წყენა დაგცათ ერთმანეთის მიმართ თუ არა? მე არაფერი არ დამრჩა იყოს თავისთვის და მერე წავიდა და რო დაურეკეთ რომ რამაზ გარდაეცვალა არ მოვიდა. და ჩავშალეთ ამ ხელა სპექტაკლი. და აი მაშინ ვთქვი რომ არა, უნდა წავიდეს თეატრიდან და მე სწორი გავაკეთე. იმიტომ რომ მანამდე ხო იღებდა იმ 400 ლარი იყო თუ 500 და რამდენიც იყო. რამდენი წელი არ იდგა სცენას და მაშინ როგორ ღებულობდა ამ ხელფას? რატო ღებულობდა? როლზე აყვანილი მსახიობი. როლიდან თუ მოგიხსნიათ? არა, იმიტომ რომ მე ერთი რამე ზუსტად ვიცი. მე ვიცი ვინ უნდა დავნიშნო და ვინ ასე ვთქვათ შეძლებს ამ როლის შესრულებას. თავიდანვე ხვდები. მე არასდროს არ შემცდარ ვარ არჩევანში. წყობიდან გამოსულს თანამშრომლის თუ შეურაცხყოფა თუ მიგიყენებია, თუნდაც მუშაობის პროცესში. იცით რა, არა, ისე ხანდახან ეხა გურული ვარ, კი ალყურებულ ვარ და ისე რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინოს არა. ალბათ ვიღაცისთვის მიწყენინები ახლა როგორ შეიძლება ვიღაცას არ აწყენო. უნებრივია. თქვენი ნდობა მეგობარს ბოროტად გამოუყენებია? ბევრჯერ. თქვენ სფეროს უკავშირდება თუ სხვა მეგობრები იყვნენ? ჩემს სფეროს უკავშირდება იმხრივ რომ ის მეგობარი რომელმაც ყველაზე დიდი ღალატი ჩაიდინა ჩემს მიმართ, მე მოვიყვანე თეატრში. ოღონდ მსახიობი არ არის, არც რეჟისორია. დღემდე თეატრშია? კი ბატონო. ურთიერთობა აღარ გაქვთ? არა, ერთადერთია ვისაც აი ვერ ვაპატიე, ეს არის შეგნებულია ღალატი. ეს ძალიან ძემია. უკეთესი რეჟისორი ხართ ვიდრე მსახიობი? არ ვიცი ხა სამსახიობო ასე ვთქვათ პრაქტიკა ჩემი არ არის იმხელა რამდენიც სარეჟისორო, მაგრამ ბატონი მიშა თვლიდა რომ თვლიდა. ნინელისაც უთქვამს დედა რა კარგი მსახიობი ხარ კეთი. მაგრამ მე სხვათა შორის სანამ აი ნინელის ჯგუფი ახალი თაობა მოვიდოდა, მე სულ ყველა სპექტაკლში ვიყავი დაკავებული. რამდენჯერ გიყვარდათ? სამჯერ. სამჯერ. მაგრამ ყველაზე დიდი სიყვარული ერთხელ და ეს დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ეს მთავარი სიყვარული არ იყო ქართველი, როგორც ვიცი. არ იყო ქართველი. სადაური იყო? რუსი. მსახიობი? მსახიობი. ძალიან პატარა ვიყავი რომ შემხვდა და ეს იყო ჩემი პირველი ესე ვთქვათ ჟიხ ესეთი. რამდენი წლის იყავით? რომ ნახე 17-ის. და ერთმანეთის შეგიყვარდათ, დაიწყო ურთიერთობა, მაგრამ ქორწინებით არ დასრულდა. არა, ხო, არა, სამწუხაროდ მე მაშინ შევხვდი, როდესაც მას რაღაცა მიზეზების გამო უკვე შერთული ყავდა ცოლი. მიზეზების გამო, ანუ რაღაც ბავშვს ელოდა ის ქალი და ამან
ახლა მერეც ყავდა ის ცოლი, მერე გაშორდნენ, მერე ისევ შერიგდნენ, მაგრამ ნუ ეს სიყვარული გაგრძელდა მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე. კი. მეუღლეს მართლა ეუბნეოდით, რომ თქვენი მთავარი სიყვარული სხვა იყო? კი. ოღონდეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რამე ურთიერთობა მქონდა იმასთან, როცა კოკას გავყევი, გამორიცხულია. ეს არა. რეაქცია როგორი ჰქონდა, როცა მამაკაცი არანაირი სხვადასხვა, ნუ არაფერი მიიღო, ხო იმას საერთოდ ცოლი და შვილები ყავდა და ეხლა რა ვენები გადამეჭრა თუ რა? არა. ცოლიანი მამაკაცები ხშირად გეპრანჭებოდნენ? კი, როგორ არა, მაგრამ ჩემთვის ასე ვთქვათ, ესეთი ქონდა მნიშვნელობა დაოჯახებული იყო თუ არა? როდესაც მამაკაცი ჩემთვის კი ქონდა, როგორ არა, მაგრამ ამიტომ მე არასდროს არ დამიშვია, ასე ვთქვათ, ჩემი მეუღლე პრაქტიკულად არ ცხოვრობდა კოკა თავის ცოლთან. ისინი რაღაც ერთ ბინაში იყვნენ, მაგრამ სუცალცალკე, ასე ვთქვათ, მე არ გამიშორებია ისინი. და ნუ პირველი ქმარი დაღესტნელ აზერბაიჯანელი მყავდა და იმასთან არ ჩვილი მყავდა არც ის, მაგრამ ის აი იქ როგორ იყო, იცით, აი ის გადავიგდე თავი რა. პირველ ქმარს სხვის დასავიწყებლად გაყევით სამწუხაროდ კი. მაშინ კი არ უტყდებოდი ჩემ თავს და მე ვირწმუნებდი ჩემ თავს, რომ არა მიყვარს. ორი კვირით ადრე გავაგდეთ თბილისიდან აღარ ჩამოხვიდეთ თქონდა. მამა იყო ამ ქორწინების წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, აბა რა. სახლიდან მამა მიცოდა, რომ ასე დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ვიცი რომ მანამდე სახლიდანაც გააგდეთ რამდენი. ხო, მეოთხარი წადი და აღარ ჩამოხვიდე აქ მეთქი ყოველ ორ თვეში ერთხელ მორბოდა ბაქოდან აქ და არა თქო მეოთხარი არ მოხდება ეგ. სიგიჟეები ხშირად ჩაგიდენიათ, როცა შეყვარებული იყავით. სიგიჟეები კი, როგორ არა, მე თუ შეყვარებული ვიყავი, ნუ აი ყველაფერი შემეძლო იქ. ერთი კიდე დიდი სიყვარული მქონდა და იმის წერილები, ხა დასტა წერილები ახლაც მაქვს შენახული და ოდესმე ჩემ წიგნში მოხვდება ალბათ ეს წერილები, იმიტომ რომ ცხოვრებაა და ბატონო მამის შემთხვევაში რა ყველაფერი უნდა მოახვედრო წიგნში. სიყვარულში ინიციატორი ყოფილიყართ? სხვათა შორის არა. აი არ გერიდებათ პირველი ნაბიჯის გადაწყვეტა. არა, უბრალოდ არ ყოფილა, რა ყოველთვის იყო რაღაცა ისეთი. მამაკაცისთვის ღალატი თუ გიპატიებიათ? არა. ვერ აპატიებთ ღალატს? არა. თუნდაც ერთი ღამის სექსს უბრალოდ სიყვარულს. არავითარ შემთხვევაში. მეგობრის შეყვარებული მოგწონებიათ? არა, გამორიცხულია. ეს არის სრული ტაბუა, ესეთი რომ ჩემი ტვინი ამას აბსოლუტურად გამორიცხავს. სრულიად გამორიცხავს. თქვენს მეგობარს მოეწონა თქვენი პირველი სიყვარული? ხო, მეორე. მეორე. და როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე? დავკარგე. მეგობარი თუ შეყვარებული? ორივე. წლების მერეც აღარ რაღაც. არა, არ მიპატიებია. ასაკით უმცროს მამაკაცს უცდია თქვენი მოხიბლა? კი, ბევრჯერ. გაცილებით. სხვაჩვენით ბევრჯერ მოვწონდი ასაკით უმცროს მამაკაცებს. თქვენ? მაგრამ არა, ჩემთვის ტაბუ იყო ეს. თქვენ ტოვებთ თუ ტოვებთ? მე ვაკეთებ ისე, რომ დავშორდე. ჭკვიანურად. მაგრამ თქვენ ხართ ინიციატორი. მე ვარ ინიციატორი. იცით როგორ არის, აი ძალიან რო არ შეყვარებული და ერთი შემთხვევა იყო ეს და აი ყველაფერს ვაძლევ ხოლმე, აი ვარ ისეთი და გაგიჟებული და ეს და მე უცებ რომ ხედავ რომ კაცო ეს კაცი ვერც ჩემ იმას ხედავს, ერთი მქონდა ესეთი შემთხვევა და ქართველი იყო ამჯერად ის ადამიანი? და აი რაღაცა გადამეკეტება ტვინში და ეს მთელი ეს აჟიოტაჟი და ეს უცებ სრულდება და ცუდ სიტყვას შეიძლება ვთქვა. რა თქმა უნდა. დავიწადი შენი და მორჩა. ბოლოს ვის უთხარით ეგ სიტყვა? ნუ უთხარი ერთს. ეს მამაკაცი ცნობილი მსახიობია ქართველი თუ მსახიობია? არა, მაგაზე პასუხს არ გაგცემთ, ვინ არის. კი ბატონო. სექსი უსიყვარულოდ მისაღებია? არა, უსიყვარულოდ არა. აბსოლუტურად გამორიცხულია თუ გრძნობა არა გაქვს და თუ სიყვარული არა გაქვს, ნუ რა არის ახლა ეს გამორიცხულია. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. რა არის თქვენთვის ამორალური? ღალატი. მეგობრის ღალატი არის ამორალური. თავიდან ბოლომდე ამორალური. როგორც გითხარით, წეღან ადამიანი ამ თვისებით, ამ მზაობით რომ იბადება. ეს შეძენილი თვისება არ არის. შემომეღალატა არ არსებობს. შვილების პირად ცხოვრებაში ჩარეულ ხართ? არა. აი ნამდვილად არა. სრულიად თავისუფლად ვზრდიდი. ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ქალიშვილს უთხარი, რომ ამას მეთქი არ ავიტან. იმიტომ რომ აი სრულიად დამანგრეվել ადამიანზე გააჩერა თავის ყურადღება და აი მაშინ დამიჯერა კი.
არა, მეუთხარი ამას თვითონ მიხვდები მეთქი. ოღონდ იცოდე რომ ეს. არა. და მართალიც აღმოჩნდით. კი, აბსოლუტურად. შვილების დასაქმებაზე თუ გიზრუნიათ. ჩემი შვილები, მაგალითად, ქალიშვილი თვლის, რომ მე მას ვჩაგრავდი თეატრში და გამოვიდა ესე, რომ დავჩაგრე. და ძალიან ძალიან ვნანობ. სულ აი რომ ახლა იმან არ თქვას და ამან არ თქვას და რომ თამრიკო არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. და ძალიან გული მწყდება, რომ მე ის დავჩაგრე. და თორნიკე ისეთია, ვის დააჩაგრინებს თავს. თქვენ ერთ ძალს ისურვებდით? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე არაჩვეულებრივი ძალი ვიყავი ჩემი პირველი დედამთილისთვის და მეორე დედამთილისთვისაც არაჩვეულებრივი ჩემი მეორე დედამთილი კოკას დედა ახლა 12 წელი ჩემთან ცხოვრობდა ოჯახში. მარტო დარჩენის თუ გეშინიათ? რა თქმა უნდა. მაგრამ სანამ შვილები მყავს, ამის არ მეშინია და მეყოლება, ხა მე ვიცი რომ შვილები არასოდეს არ მაგრძნობინებენ მარტოობას. შეუძლებელია ადამიანი მარტო იყოს თავის თავთან, აი როგორ შეიძლება მოგწყინდეს შენ საკუთარ თავთან. არ შეიძლება. როდის ხართ სუსტი? შვილიშვილთან როცა რაღაცა ეხება ანებივრებთ? შვილიშვილ ლუკას კიდეც ვანებივრებ, იქ ფუჭდები, იქ აბსოლუტურად არაობიექტური ვარ. თუმცა იმასაც ხანდახან მინდა ხოლმე რომ დეპრესია ქონიათ როდესმე? კი, სამწუხაროდ და ღმერთო მომიწყენ კი. რამდენი ხნის? აი, როდესაც წამოვედი თეატრიდან, აი, როდესაც გავახილე თვალი და შევხედე ჭერს და ვიცი რომ დღეს დასი იკრიბება და მე არ ვიცი სად უნდა წავიდე. ამის პატიება ერთადერთი, რასაც ვერასდროს ვერ ვაპატიებ იმ ხალხს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა და არ იგულისხმება აქ ამაში ნინელი რო იცოდეთ. ეს მე პოსტფაქტუმ მოხდა ყველაფერი. არა. ფსიქოლოგის დახმარებას დაგჭირდა? არა, რა თქმა ფსიქოლოგი მე თვითონ ვარ, იქეთ ვისაც გინდათ ვიქნები ვიდმეს ფსიქოლოგი. ძიმე ხასიათი გაქვთ? არა, აბსოლუტურად არ მაქვს ძიმე ხასიათი, იმიტომ რომ ძალიან ჩქარა ვივიწყებ წენას. ძიმე ხასიათი ნიშნავს, როდესაც აი ფოროტი ხარ და ჩაიდებ და ფიქრობ, რომ ამას ახლა როგორ გადაუხადოს ამაგერი, გამორიცხულია. თუმცა გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით კონფლიქტური ხართ. არა, კონფლიქტური არა ვარ, მე ვარ მართალი. კონფლიქტური ვარ მაშინ, როდესაც ვხედავ უსამართლობას, როცა ვერ ვიტან ტყუილს, რა თქმა უნდა ვიქნები. აბა რა. პირდაპირობა ბევრი რა თქმა უნდა, ბევრი, ძალიან ბევრი. სულ მეუბნებიან, რომ ქეთი ამოისუნთქე და არ კონდეს რეაქცია. აი, დაანებე თავი, ნუ გაქვს რეაქციები, სულ მეჭხუბება მაგაზე. თქვენ სტატუსებზეც ხო, მაგაზე თქვენ არიცით მკლავს ჩემი ქალიშვილი. ითვალისწინებთ თუ არა? ხან კიდე გინანიათ სტატუსი, რომელიც ხელგულზე დაწერეთ თუნდაც? კი, მინანია, კი, მინანია. რას უკავშირდებოდა? არ ვიცი, აღარ მახსოვს ახლა, მაგრამ ამ ბოლო დროს უბრალოდ ჩავისუნთქავ და ვამბობ, რომ არ გააკეთო კომენტარი. კომენტარებს თუ კითხულობ თქვენზე დაწერი? არა. არასოდეს. ბათაშორის იცით როგორ არის? ეტყობა ეს ბოროტი ხალხი, ისე დავბლოკე ყველა და ყველა დაბლოკებული ყავს და სულ ვამბობ, რომ ნუ იწუხებ თავს, იმიტომ რომ ვერ ვხედავ ჩემ Facebook-ზე. იმ წუთას ბლოკავ. და ზოგადად ხალხის აზრი გაინტერესებთ? რას ფიქრობს? ნუ ისე რა. ჩემი მეგობრების აზრი მაინტერესებს, კეთილგანწყობილია და ფოროტების აზრი რატო უნდა მაინტერესებდეს? ახლა და რატო უნდა ვიკითხო მე იმათი კომენტარები? ვიღაცა გაგიჟებული ხალხის. იმხელა შოკი იყო ჩემთვის. მე ახლოს არ გავკარებია, კაცი რომელიც მიყვარდა. მიპატიებია, მითხრა, ოღონდ ამის მერე აღარასოდეს ეს აღარ ჩაიდინო. პირველად ვარ ეხლა მზად. მომიყევი პრეზა. ეს არის გოლი. ითხავთან თუ ყოფილ ხართ როდესმე? ერთხელ წავყევი ჩემ მეგობარს, მე ძალიან ვინანე, მაგრამ იმდენი ვიცინეთ, აი ძალიან ახალგაზრდები ვიყავი და რა გითხრა? არა, მე არაფერი. თქვენ არაფერი არ გითხრა? არა, მე ახლოს არ გავკარები ვარ, მაგრამ გვერდში ვიყავი და იმისთანაც სისულელებს ეუბნებოდა ჩემ მეგობარს, რომ აი კინახამ დავიხრჩვი სიცილით. ამოდი მეუთხარი. ან თქვენი ინტერესი არ გაგიჩნდათ თუ თქვენ არა, ერთმა დამიფაროს, არა. გაუქურდი ხართ როდესმე? ახალგაზრდული ჯგუფი გაგვიშვეს იმაში იყო, მაშინ ჩემ დროს კომკავშირისიდან უშვებდნენ რაღაცა ჯგუფებს უნივერსიტეტიდან, უნგრეთში მოვხვდი ჩემ მეგობრებთან ერთად, ჯგუფი იყო ესეთ ძალიან კარგი და
და გაგვაფრთხილეს ყველა რომ ბოშები დადიანო ღმერთმა კარგად ამყოფოს ეს ბოშები და ფრთხილად ვიყავითო კაცო ახლა რა ფრთხილად და პირველივე ქალაქში რაღაცა გროშები გქონდა სამარცხვინო გროშები ვიყიდე რაც მინდოდა ყველაფერი და მე თვითონ ძალიან გამხდარი ვიყავი მაშინ შორტები მაცვია ერთი რაღაცა ის მაცვია პერანგი თუ რაღაცა და შემოვდები იმის თავზე და მეუბნებია რომ ჩამოიტანე ეს და ფეხებში ჩაიდები ეგ შენ ჩან ოხ არა შემოვარდა უცებ რაღაცა ბოშების ჯგუფი რაღაცები იყვირეს იწივლეს რუსულად ლაპარაკობდნენ კარგად ვიღაცები მოატყვეს ვიღაცებს და გავარდნენ ავიყიდე სადარ ჩემჩად თბილისშიც ხوار გაუქურდი ხართ არა თბილისში ვიცი რომ დედის დანატოვარი ნივთები ოქროული დაიკარგა ხო არა ნუ ბევრი რამე დაიკარგა ხო სიგარეტის გამო დაკარგეთ მართლა ხმა ხო შეყვარებული პირველი შეყვარებულის გამო მომიყევით რა ეს ამბავი არა მე სხვათა შორის აი ხო ეხლა ხრინწი მაქვს ხმაში მაგრამ თუ მინდა ეს ხრინწი არ მექნება ხო არა მაქვს ეს არის ბაბულა ნიკოლაიშვილის დამსახურება იმიტომ რომ მას სწავლა სწორი სუნთქვა ამიტომ მე ეს ხრინწი 16 წლის ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა ის იყო ძალიან ესეთი აი რაღაცა დარტყმა ნამდვილი და სიგარეტი რა შუაში ხო და მოსკოვში ვარ და იქ ვნახე პირველად იქ გამაცნო ჩემმა ძმამ და მოკლედ იმხელად ის იყო იმხელა შოკი იყო ჩემთვის და ისეთი ის რომ მივხვდი რომ იმასაც ძალიან მოვეწონე და მითხარო დილასო დაგირეკაო ხო და მთელი ღამე მე და ჩემი მეგობარი ცხოვრობდით ბიძაჩემის დატოვებულ ნომერში სასტუმრო მოსკოვში მაშინ იყიდებოდა ჯებელი იყო ესეთ საშნელი სიგარეტი უფილტრო ხო და ერთი და დილას აი ესე ლაპარაკობდი მთელი კოლოფი მოწიეთ მთელი კოლოფი ესე მოვწიე თან არ ყლაპავდი მაგრამ ნუ აი ეს მარიხუანა გასინჯული გაქვთ ერთხელ კი არა მე ვერ ვიტან არაფხიზელ მდგომარეობაში არც ალკოჰოლი აპაპაპაპა არ გითამადიათ არასოდეს არა აი თამადო რა ჩემი საქმეა აქალის საქმეა თამადობა ეს არის ქართული ტრადიცია რომელიც არ მოგწონთ ან გაღიზიანებთ ბევრი რამეა რაც მაღიზიანებს ქართულ ტრადიციებში და მიმაჩნია რომ ატავიზმია და არ შეიძლება გასაგებია არ შეიძლება როდის იგინებით შეიძლება რაღაცაზე უცებ გავბრაზდე რაღაცა დავინახო ტელევიზორში აი რაღაც ძალიან უცებ გავმწარდე და რაღაც ერთი მაგრამ ისე არ მიყვარს ავსიტყვაობა ვინმე დაგიწყევლიათ აი ძალიან რომ შეურაცხყოფა მომაყენა რაღაც არანორმალური კაცი რომელიც მიყვარდა და დავწყევლე და ჩავარდა ლოგინად და აი პირველად მაშინ წავედით აღსარებაზე პირველად მაშინ მე ვთხარი ჩემ შვილისა მეგიშვილიშვილს ზრდიდა ერთი რუსის ძიძა არაჩვეულებრივი ქალი ბაბა გალა ძალიან ღვთისმიერი იყო და მე ვთხარი მიშველე მეთქი რამე 76-17 წელი იყო და წამოდიო შვილო მითხრა და წამიყვანა წმინდა ვარვარეს ეკლესიაში და იქ იყო მოხუცი რუსის მოძღვარი და მაშინ ის რუსული ეკლესია იყო ეს და ის იქ დადიოდა და ამიტომ იქ თავის რა გითხრათ მოძღვარმა როცა უამბეთ რომ ვიღაცა მე ვთხარი რომ მიშველეთ მეთქი რამე და მიპატიებიაო მითხრა ოღონდ ამის მერე აღარასოდეს ეს აღარ ჩაიდინო და აი როგორც კი მივედი აღსარებაზე მეორე დღეს ის კარგად გახდა ის ბიჭი მოძღვართან ამის შემდეგ ინტენსიურად დადიხართ აღსარებებს აბარებთ რა თქმა უნდა მაგრამ ეს უმთავრესად ხდება ბოდბეში მოძღვარისთვის თუ დაგიმალოთ რამე იცი ეუხერხულად უბრალოდ მე არ არის რაღაც საკითხები რომელსაც ახლა აღსარებაში არ ყვები ერთხელ მოვყვები და ნუ ახლა რა ვიციება ეს ისეთი ინტიმურია რომ ამაზე არ მინდა პასუხი საშიში ქალი ხართ არავითარ შემთხვევაში ხელით შეხები ხართ ვინმეს არა თავარი ნამუშევარი უკვე შექმნილი გაქვთ იცით რა მე მგონი არა ვამაყობ რაღაცეებით აი არ მწვენია უბრალოდ კი არ ვამაყობ არ მრცხვენია მაგრამ აი ერთი სპექტაკლი მინდა დავდგა და მე არ ვიცი ეს შესაძლებელია თუ არა მაგრამ
პირველად ვარ ეხლა მზად, რომ თეთრ მანდილზე გადავიღო ფილმი. აი ეხლა უკვე შემიძლია, დრო გავიდა, ამას დრო ჭირდებოდა. თორე დოკუმენტური ფილმი მე და ჩემ მეგობარ დოდო ლორთქიფანიძეს გვაქვს გაკეთებული, ისიც ჩემთან ერთად იყო ამ მატარებელში და პირველ არხზე გავაკეთეთ ეს. ვინ არის გოიმი? ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღალატი. აი ეს არის გოიმი. პროვინციაზე უარესი, ეს არის პროვინციალიზმი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ გადაცემაში ნოდარ დუმბაძის გენიალურ ნათქვამს. ნამდვილი არისტოკრატი იყო ბაბუაჩემიო, რომელიც სოფლიდან არ გამოსულა და ფეხზე დგებოდა, როდესაც 5 წლის ბავშვი გადმოადგამდა ჭიშკარზე ფეხს. თბილისში ჩამოსულებს იტანს. არა, ვერ იტანს, როგორ იტანს? ნუ ეხა 20-იან წლებში, როდესაც აქ ჭარბობდა სომხური მოსახლეობა, სხვა და აღრეული იყო ესე და მთელი სლოვაკი ეხლა ხო ვიცით გერმანელების და სომხების აშენებულია ხო? და მერე უკვე ბერიამ თუ სტალინმა თუ ნელ-ნელა დაიწყეს ქართველების, ასე ქართული მოსახლეობის ინტენსიურად ის თორე ნუ დაგვავიწყდება ვისი აშენებულია სლოვაკიის და თბილისი ამით იყო არაჩვეულებრივი დავით აღმაშენებლის დროიდან რომ იყო მულტინაციონალური ქალაქი ამით გამოირჩეოდა მხოლოდ თბილისში შეიძლებოდა დაბადებულიყო სერგო ფარაჯანოვი ეხლა ჩვენ ისეთი დანაშაული ჩავიდინეთ ისეთი დანაშაული რომელი ჩვენ დავკარგეთ სერგო ფარაჯანოვი იმიტომ რომ ჩვენ 90-იან წლებში მას დავაბრალეთ სომეხი რატომ უნდა იღებდეს ფილმ შუშანიკზე და შუშანიკი წარმოშობით სომეხი არისო და რო შექმნილიყო ეს შედევრი ერთ-ერთი კიდე სადაც რომელიც საქართველოში უნდა გადაღებულიყო და ეს ვარსკენ პიტიახშის ჩვენ საქართველოზე შეწირული შუშანიკი რო გადაეღო სერგო ფარაჯანოვს უფრო მეტი ხალხი არ გაიცნობდა საქართველოს თქვენი კუკარაჩა ყველას უნდა ქონდეს ნანახი. არ ვიცი, ყველას კი აქვს ნანახი და პოლიტიკაში წასვლაზე თუ გიფიქრებთ? არასდროს მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება ერთხელ მქონდა, რაღაცა ზურაჟვანიამ შემომთავაზა, რომ რაღაცა ის საკოორდინაციო საბჭოში, ოღონდ პარლამენტში არა. და მე ვთხარი, არავითარ შემთხვევაში მეთქი. მე არც შემომთავაზებდნენ, იმიტომ რომ ჩემისთანა პირდაპირი არც ზურაჟვანია სჭირდებოდა და არც არავის არ სჭირდებოდა. პოლიტიკასაც არაც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად გამოვდგები და პირდაპირ და პოლიტიკას ეს არ უყვარს. სიკვდილის გაშენიათ? რა თქმა უნდა. ვფიქრობთ ამაზე? რა თქმა უნდა და განსაკუთრებით რაც უფრო გემატება ასაკი. იცით რა, გეშინია უფრო იმისი, რომ აი შენ ახლობლებს დატოვებ და ისე მე ვიცი სადაც ვიქნები ბოლოს და ამიტომ ვიქნებით პოდვეში. თქვენ ცხოვრებას რას დაარქმევდით? საინტერესო თავგადასავალს. რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს. გალბატონო ქეთი, საუბრის ბოლოს მინდა ასეთი პატარა თამაშივით შემოგთავაზო. მოკლედ ორ რეჟისორს ჩამოგითვლით, რომლიდანაც ერთი უნდა აარჩიოთ. ავთოვარსიმაშვილი, ლევან წულაძე. იცით რა, მე ამაზე არ გიპასუხებ. ვიცი რომ რთულია, უბრალოდ თამაშია და რაღაც პატარა პრინციპი. არ აყვებით ამ თამაში, იმიტომ რომ ყველას აქვს თავის ბიოგრაფია, ყველას აქვს თავის დიდი წარმატება, ყველას აქვს თავის და ეს ჩემი კოლეგები არიან და ამაზე არ გიპასუხებ. არც გინდათ ჩამოგითვალოთ კიდევ იმყავდა. ლანა ღოღობერიძე და ნანა ჯანა. არა, არ გიპასუხებ. არა. კარგით, იმდენად საინტერესო იყო.